მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ წარმოგიდგენთ მეორე სერიას ღამის მონადირეების პირველი სეზონი მეორე სერია, სახელწოდებით სერიის სახელია დიოსკურები. საინტერესოა მოკლედ ამ სერიალში როგორ განვითარდება მოვლენები, იმედია თქვენ ჩემსავით ძალიან ელოდებით შემდეგ და შემდეგ სერიებს, როგორც მე გავიგე ძალიან მაგრად განვითარდება აქ მოვლენები. აქედან გამომდინარე, ყველან უყურეთ თავიდან ბოლომდე, არხი გამოიწერეთ აუცილებლად, აქვეა ლაიქის ღილაკი. Აფიქსირეთ ლაიქი და კომენტარეთ და აუცილებლად რა თქმა უნდა გადადით ღამის მონადირეების YouTube გვერდზე და მათი არხი გამოიწერეთ, რადგან მეტი мотиваცია მივცეთ გააგრძელონ ეს ძალიან მაგარი სერიალი, რომ გადაიღო კიდე და გააგრძელონ ბევრი სეზონი რო გქონდეს. ეხლა კი დავიწყოთ, დროს აღარ წაგართმევთ, შევბეროთ პირდაპირ უყუროთ რა ხდება, მოკლედ ნახოთ. დიოსკურები საინტერესოა ესენი ვინ არიან ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს. რომ ნახავთ რა და როგორ იქნება მოკლედ. სად არიან თქვენი მშობლები? აღარ არის. ეს აშკარაა, რომ წინა სერიის დროში არ მიმდინარეობს, რაღაცა წინა დროს გვაჩვენებენ. წინა სიტყვაობა, ალბათ როგორ მივიდნენ ის ბიჭები და გოგონა აქამდე, სავარაუდოდ ეგ ვარიანტია რა, ან თავარი ფიგურანტი ვინც არის, იმის სიტუაციას გვაჩვენებენ სავარაუდოდ რა, იმედი არ მეშლება. ნახოთ მოკლედ მიმდინარეობა, საინტერესო, უბრალოდ დრო არ არის აღნიშნული და საინტერესო იქნება და კონკრეტული დრო რა ეჩვენებიან და რომელ ეპოქაში ხდება. და სავარაუდოდ შეიძლება ეგეც გამოჩნდეს რა, ნახოთ, გავაგრძელოთ. მალე წავედი. ეს ჩემი ფავორიტი რო არის არ დაგავიწყდეთ. საერთოდ შემოსვლა ექნება მე. მოკეთე რა. აუ რა მაგარი მელოდია ეს, მაგრად მოვწოთ და ცალკე დადეთ მეგობრებო, თუ ვინმე უყურებთ. ეს მელოდია დამევარსა ძალიან მაგრად, ბიჭო წინაზე რო სერია რო დამთავრდა, იმ სერია უსმენდი ამ მელოდიას. იმენა მოაქრა. ეს მელოდია გვინდა ცალკე მეგობრებო. ტელეფონში ჩავწერ და უსმენ ხოლმე.
აბა წავიდა ახალი სერია. როგორ მაინტერესებს რა მოხდება? როგორ მოგწონთ მეგობრებო, დააკომენტარეთ აუცილებლად და არ დაგავიწყეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გადადით მართლზე და აუცილებლად გამოიწერეთ მათი არხი. დაულაიქეთ კიდევაც ეს ძალიან მაგარი სერიები. აშკარად სიზმარია ხო რაღაც ძალიან ისე მიდიოდა. ეგეთი ცუდები არ ჩანან ჩვენი ღამის მონადირეები. LG-ა მაგ კორპუსი ხო LG-ის ტელევიზორი. საკმაოდ ძველი. პოსტერი ეშმაკნი. საინტერესოა და იმ პოსტერს თუ დააკვირდებით, აი გოგო რო არის იმას გავს. პერსონას გავს ერთ-ერთ პერსონას. შენ როდიდან გახდი ესეთი მზრუნველი? გონი მას მერე რაც მოხდა. იცი როგორ ვინერვიულეთ ეგ ნაბიჭო არის. თეკლა. კაი ბოდიში. ვიცი როგორ თქვი? რა? ვინერვიულეთ? თეკლა გთხოვ მითხარი რომ დედასთვის არაფერი არ გითქვამს. დედა ელენა, ვაიმე დედიკო, ჩემო კარ. ვაიმე დედიკო, ჩემო პატა. ვაიმე როგორ ვინერვიული, ახარ გაგაღვიძე მიფიქრე იცინოს მეთქი დედიკო. დედა ეხლა თუ არ გამეშვებ, ცუდად ვიქნები. თელი ღამი არ მიცინია, ისე ვინერვიულებ. ვიფიქრე ნათელას გმას მანქანას გამოვართვე მეთქი, მაგრამ მაინც და ვინც ეხლა გაუბუჩდა ის დასამიწები. ხო, დედა. ხო და საგამარჯვება სიარული არ დაიწყეს ვერაფრით ვერ წამოვედი დედა. ვერაფრით. ეგ არაკაცი. მიწიდან ამოვთხრი ეგ ცხოველი. დამშვიდდი, ნახე. ნახე. არც ნაკაწრები მაქვს, არც დალურჯებები. მით უმეტეს არც ჭრილობები. აიმე დედა. გთხოვ, დამშვიდდი რა. წიწაკის სპრეიც ვიყიდე. აიმე დედა. ისე ჩემს მეგობარს პნევმატურიც აქვს და თუ გინდა გამოვართმევ. შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ. შენ რა ხალხთან მეგობრობ, ქალბატონო ერთი, ჰა? ოდი ამ ჩაის საქს დაგიდებ. მე არ ვარსებობ. აიმე დედა, ცუდად. აიმე დედა. დენ, დამშვიდდი, დაწყნარდი. მორჩა ეგ ამბავე. ხო. ჩამოსვლაც არ იყო საჭირო. 9-მდე სახლში ვიქნები, ოკეი? ირდები? ირდები, დე. რატომ უთხარი დედას? ეგ უნდა ეთქვა რა. არაფერი მithქვამს. პოლიცია დროზე მოვიდა და წაიყვანა მეთქი. მადლობა გადაგიხადო? გადაუხადე.
თეკლა კიდე ვის უთხარი? ჩემს მეგობრებს. არავის. თეკლა. არავის. ხშინა შვილებო ბავშვო. აბა როგორ არის ჩემი CNN-ის ვარსკვლავი? რა ლამაზი ხარ რა? ვიცი გამოვიცნობ ისევ ერთმა გაგისხა ხო? რა? არა, ფული არ მინდა. ვაუ, აბა? ნიუსი ქონდა ღამის მონადირეებზე. ძალიან მომეწონა. მერე? ცხოვრა მასალაც გაქვს მომი რა? ირაკლი, ლიზა, სამსახურიდან გაგიშვეს დაგავიწყდა. მომისმინე? ეს რეპორტაჟი თუ გამომივიდა, ამითი დამაბრუნებენ. მონადირეებზე? ხო. არც კი ვიცი რა გითხრა. ლის. შენ მოდი არაფერი არ მითხრა. უბრალოდ ეგ მასალა მომიცი. რომ რა? ერთი ბოდიში. რომ გამიგონ მეც გამაგდებენ. არა. ჯერ ერთი მე არავინ არ გამაგდო. ნუ კაი. მართალი ხარ. ბოდიში. გაგაჯმევინეს. ლის. დამეხმარები? ნუ აი ჩემ გარეშე რა გეშველებოდა? ჯეს, ვიცოდი. ჩემო საყვარელო, ხო იცი რა უპატრონო ვარ უშენოს. აი, CNN-ზე გავუშვებ, BBC-ზე გავუშვებ, Fox News-ზე გავუშვებ, წავედი. მეილზე გამომიგზავნი, ხო? ხო. ისე 1-20 ლარი ცხოვრა გექნება. ღამის მონადირეებიდან ორი ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. გასტონი და პოლუქსი. ბერძნული მითოლოგიის თანახმად ისინი ძმები იყვნენ, რომლებსაც დიოსკურებს უწოდებდნენ. მათ აიგივებდნენ ტყუპთან ვარსკვლავედთან. მიიჩნევდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ მეზღვაურებსა და მეომრებს. საოცრად გავდნენ ერთმანეთს და ასევე საოცარი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. ხოლო ბუნება ჰქონდათ სხვადასხვა. პოლუქსი იყო უგდავი, გასტორი მოგდავი. ძმებმა მთელ საბერძნეთში გაითქვეს სახელი. გასტორი უბადლო მხედარი იყო, ხოლო პოლუქსი უსადო მოკრივე. დიოსკურებმა მრავალი საკმაო საქმე აღასრულეს. არგონავტების ლაშქრობაშიც მიუღიათ მონაწილეობა. და რა კავშირი აქვთ მათი ნიღბების უკან დამალულ ადამიანებს ამ ყველაფერთან? მომისმინე. ამონაწერი მჭირდება. ყველა ქალის სახელი და გვარი მინდა, ვინც აფხაზეთის ომის დროს ქალაქ ჩამჩირიდან გამოიქცა და შემდეგ ტყუპი ბიჭები გააჩინა. მოიცა რა? გამერკვია რასაც გეუბნები. ოჩამჩირიდან? მომისმინე. მაგ ქალაქს ხომ დიოსკური ერქვა? ხო, ეგრე ერქვა. ახლა აქ ხოლოდ ერთს მიგდებს, ვისაც ტყუპი ბიჭები ეყოლა. საცხოვრობენ. აქ არიან დარეგისტრირებულები. კონკრეტულად საათ. სოსო, სიახლეები მაქვს და უნდა შევხვდეთ. იბა საიდან რა გამოუაზრო ჭკვიანო. იდეაში სწორი ხაზი იყო, ეხა გასული, ანუ იმას ვერ იტყვი რაღაც მოიგონა და რაღაც ძალიან კარგად დალაგებულად მივიდა იმენა, მაგარი ადვილად გავიდა. აი, კაი დეტექტივი ძმაო, მაგიტოა საჭირო.
ციო სამუშაოები, რომელიც 1 წელს გაგრძელდება. ეგალა გაიჩნდა. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას განსაკუთრებით ჩვენს მოხუცებს შექმნილი დისკომფორტის გამო, მაგრამ მერწმუნედ დალოდებათ ნამდვილად ღირს. მხოლოდ 1 წელი. კარგად. ბატონო შავლო, კიდევ ერთი კითხვა. ხონა ის ამჯერად რო იგითი რაღაც მოხდა. კარგად შევეწყი. ცხვირი გავუტეხე. ხოდა იგივე. აი მე მაშინ ის ანა. ანა. ხო, მა. სახში ხალხო. აბა დამიდე შუა რა ყდები ისე გავებარე რა. ვაი ლენაჩკა. ჩემო ლამაზო გოგო. როგორ ხარ? კარგად ჩავბიძე, თქვენ როგორ ხართ? გოგო. ვიზიარს მომეძახი მე, რამდენჯერ გითხრა? ჰა? როგორ ამას? რუსეთიდან უბრუნდებოდი. სვონებულმა მამაშენმა თოთიდან დამიბრარა. ლენა თბილისში რომ ჩააბარებს მიმიხედეო. ხოდა ახლა მე ვარ მამაშენი და ბიძიას მოღარ მეძახი რა. გაიგე? კარგი. ხოდა ეგრე. ანა. მოიცა, დაგეხმარები. თქვენ ჭამბეთ რა მე? კი, მამო, ჭამეთ. და იმან, შენ ვაზმან? ხო, მაგარი ჭამ. ძალიან და. დედა შენ ჩადა? ჩხლებზე ეგასო. აი დამიდეთ რა მე ხო. კი, კი, ლენა. ბატონო. შენ ჩააბარე, ხო? რა ხდება, მშვიდობა ამან? კი, მა, თებში დამივარდა უბრალოდ, არაფერია. კი, ჩალაბარეთ. მე და ანა ერთ ჯგუფში მოვხდით. არა, მაგარი გოგონი მყავთ, თქვენ გენაცვალეთ. და ვისთანაც ჩააბარე? ოდიში, ერთი პასუხი გაგი. არა უშვის. ერთი წუთია. ბიჭო, მე ხო გითხარი ეს დღეები არ დამირეკო მეთქიე? რა? სად დაგდია? მოდა წამოიყვანე ერთი და გამოვდივარ. ჯერჯერობით ძალიან გაურკვეველი სიტუაციებია, ვერაფერსაც ვერ ვიგებ საერთოდ რა ხდება. მამა, გპირდები, შენ თავს ვიცავარ 2 საათში დავუბრუნდები რა. წავალ მეც გვიანია უკვე. წამოდი მე სიქეთმებიო და წავალ. არა იყოს, გავალ. გაგიყოლებს, გაღებ. გოგო, მაშინ რა გითხარი? წაგიყვან მეთქი რა. ანდა 2 წუთი შენ ძმას დავხედავ. ნიკო რა გინდა? არაფერი მოგიკითხე რა. და სად მიდიხარ? მალე მოვა მამა, აი ამ შაბათ კვირას თქვენთან ერთად ვიქნები პირდები რა. მაგრამ კიდია სად იქნები? აქედან მაინც ვერ გამოვდივარ. მალე გამოხვალ მამა, ძალიან მალე რა.
რა მოხდა ბიჭო ესეთი მნიშვნელოვანი შვილებთან ვახშამი რო არ მაცადეთ, ა? ჩვენო დაკეთებდა რა რიგებს. მართალი რა? გითხარი. მაინც რატო წაფი? არ გესმის? ხელი მეტკინა. მე რამდენით უნდა აგიხსნა. არაფერი დაგუშავებია. გასართობად წავედით. რატო წახვედით? რატო წახვედით? რატო? რატო? გთხოვთ. რას გთხოვ, ბიჭო, რას გთხოვ? ფილიალი გინდა გახსნა? ა? ხოჭა. გეხვეწებით. მოპატიეთ. არა, მე კი გაპატიებ, კაცო. მაგრამ აი მე ღმერთი მაპატიებს ჩემს ქალაქში მოღალატების თარეშს, ა? მანდა ბიბლიაში სადმე წერია, რომ მეხმარის მას აპატია. ხოდა მეორე. არ შოც. თავი დაანებე. შენ მინდა ჩემი ალეკალა. ოი გაჯვი ხლა. შემია და რასაც მინდა იმას უძე. Whoa. წარე იყო ქალბატონო. ეხლა გოგო ამას დაემდურება უეჭველი. რამე არ უთხრა. ბეშინია. კიდე კაი. მე რატო გავატრი? მე გარ უთხრა თორე. აუ კაი, დაამშვიდა. ამას რა კაი გამძლეობა ქონია, ბიჭო. ჰა? დავედი მე სახში ბავშვები მელოდებიან. აიჯუი ბიჭო! აიჯუი! რა ვერ გაიგე? თუ ბატონ დაიჭე. ჩვენი მყავსავად. ჩვენი თქვენს ხო ყავთ არა? ყავს მე? რა ვერ გაიგე? შენ რა თუ ბატონ დაიჭე. კარგი, დაწყნარდი, ბიჭო, დაწყნარდი. მომეცია, კაც. მომეცია. მარტივად. მოასუფთავეთ ახალობა. აქ ცხოვრობენ ტყუპები? ხო, აქ არიან მეხუთეზე. და დღეს ვინ ვართ? ვის დამოშვით? სასა. მე
ვეუბნებით, რომ ვართ სამხედრო კომისარიატიდან და ვაწვდით საბუთეებს. სოსო. დავწუნდები თუ არა ეგენი არიან, მაშინვე გავგზავნე მათი სახელები დამკვეთს. რა თქმა უნდა. არაფერი შეიმჩნევა. რა უნდა შევიმჩნიო, ბიჭო? მე ბავშვობაში ალპაჩინოს მეძახდნენ. გამარჯობა. ქალბატონი მადონა ბრძანდებით ანჩაბაძე. დიახ. ჩვენ ქალაქის სამხედრო კომისარიატიდან გახლავართ და თქვენ შვილებს პირადად უნდა გადავწეთ ჯარში გაწვევის ცნობები. უკვე? დიახ. სამშობლო ვალდებულებები ეგრეა. კი, მაგრამ ჯერ რა დროს ამათი ჯარია? რა? რამდენი ბავშვები არიან? ვა. მაგიტომ გკითხეთ, ჯერ ლაპარაკიც არ დაუწყიათ, რა ჯარი? უკაცრავად. ალპაჩინო გაიჭედა. ეს ერთადერთი ტყუპები არიან, ვისი მშობლებიც ოჩამჭირიდან იყვნენ. კი, სოსო. მთელი არქივი გადავქექე, მეტი არავინ არ. რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. იქნებ სულაც არ არიან ტყუპები. ლითოლოგიის თანახმად პოლუქსი უკვდავი იყო. ხოლო კასტორი მოკვდავი. ისინი ერთი დედისაგან გაჩნდნენ, მაგრამ მამები ყავდათ სხვადასხვა. პირველი ზევსის შვილი იყო, მეორე ტინდარესის. გონი ვისაც ვეძებთ, ნახევარწმები არიან. მოიცა. მოდი, დრო რომ მოვიგოთ. შენ სხვებზე გადადი. ამ ძმებს მე მივიყვან ბოლომდე. ის ბიჭი ცოცხალია, კაცო მოკლა. მომავალი ღამის მონადირე ხართ ქალბატონო. დადიყავი? შერას დამპირდი. ანასთან ვიყავი, შალობიძია მომიყვანა. მე გარ მიკითხავს. ხო, დედა, ბოდიში ცოტა დამაგვიანდა. მაშინაც ცოტა დაგაგვიან და ის ამბავი რომ მოხდა. დედა, კარგი რა, მაგის გამო გვიან ვეღარ მოვსულვარ სახლში. ყველა კუთხეში მანიაკი კი არ დგას. შენზე ვნერვიულობ. ხო და ნუ ნერვიულობ. არაფერი მომივა. ინსტიტუტში დავრეკე. მოგლებს ესე არ ელაპარაკოთ მეგობრებო? როგორც ეს გოგონა ელაპარაკება. სტარტოპს დედა რა. ჩაჭრილ ხარ. არ მაინტერესებს. ხვალ ფოჩი ჩემთან ერთად მოდიხარ. რა? არა. რას ქვია არა? მე იქიდან ფულები გიგზავნო, გარჩინო და შენ აქ რა ჯანდაბა უნდა აკეთო, ჰა? რატო ვერ ჩააბარე? შენმა დაქალმა ხომ კარგად ჩააბარა? ბოდიში რომ მილიონერი მამა არ მყავს და დედა ჩემი ვერაფერს მიგეთებს. რა თქვი? ბოდიში რომ მეტრანახევარი ვარ სიმაღლეში და ამის გამო დამიწუნეს. არც მამღერეს, არც მაცეკვეს, ვერაფერი გავაკეთე. ვიდექი ასე იდიოტივი და ყველაფერზე თავს ვაქნევდი.
ბოდიში რომ ტვირთი ვარ ოჯახის, ჩემი ოცნებები მინდა ავიხსნინო, არ შეიძლება? არ მინდა შენსავით ოფისში ვიჯდე და ტრაქს ვისუქებდე. ბოდიში რომ თეკლა არ ვარ, ოჯახის საყვარელი პრინცესა. დავიღალე. მართლა ძალიან დავიღალე. არ მინდა შენი გამოგზავნილი ფული. არსად არ მოვდივარ. დავრჩები აქ და ჩემით მოვიფიქრებ რამეს. აღარაფერებ ჩემ ლეპტოპის დაბრუნებას? მოიცადე რა. იმათ სახელებს ვიწერ, ვისაც ღამის მონადირეებთან შეხება ქონდა. აი ამ გოგო შეხედე? ხომამაზია. და რა აქვს განსაკუთრებული? ვიღაც ბებერილოთი ეჩალიჩებოდა. ანუ? საინტერესო იცი რა არის? ეს გოგო მონადირეებმა გადაარჩინეს, მაგრამ ერთ-ერთს ნიღაბი ჩამოუვარდა. ხო, ვიცი ეს გოგო. პოლიციელს უთხრა რომ სახე არ დაუნახავს. ვიცი. მე კიდე მგონია რომ სიმართლეს არ ამბობს. შემოსახლებია რაღაც ესე ქალაქის ცენტრში როა გამოჭიმული და ესეთი პონტია. ეს კადრი ვნახეთ სხვათა შორის. და ის იზრდა და აქ იმედია უფრო პოზიტიურად დასრულდება ეს მომენტი. შენი მობრძანე. არ მორჩები ჯავკა, იცანს დავინახე 8 წუთი გაიყო. არჩენილი რა. მორჩა მეორე სერიაც მეგობრებო, ფაქტიურად ვერაფერი ვერ ვილაპარაკე სიმართლე რო თქვა. იმიტომ რომ ბევრი არაფერი არ მომხდა რა ამ სერიაში, თან რაღაც ძალიან ელა მიდიოდა სიუჟეტი რა. უფრო მეტის მოლოდინი მქონდა. თავიდანაც რო დაიწყო ის სერია, მე მგონა წარსულზე იყო ბევრი რაღაც საჩვენებელი. ნუ მორალი ეგ იყო, რომ გაუმძიმებელმა უბრალოდ დაასკვნა რა. იმაზე გავიდა მოკლედ რაღაც ხაზი შეკრა და ცუდი ის არის, რომ მორჩა მალევე. შედარებით პატარა სერია იყო, უფრო ნელა ვითარდებოდა სიუჟეტი. მაგრამ წინ აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი სერიები გველის რა. ზოგადად საქართველოში ძალიან პოპულარულია კომედიური ჟანრის სერიალები, მესმის რატომაც ბაზარი არ არის. გასაგებია, მაგრამ ჩემს ესეთ სერიალებსაც უნდა გქონდეთ შანსი და ზუსტად გვერდში დგომა სჭირდებათ, მათ რომ უფრო და უფრო განვითარდეს ესეთი ჟანრის ფილმები, სერიალები, რავი, საზღვარგარეთ ესეთი სერიალები, რავი, მაგრამ მუშაობს და ჩვენთანაც რავი, იმედია ხალხს მოეწონება, უფრო მეტი ადამიანი ნახავს და წინ და წინ უფრო და უფრო სერიები რო გამოვა, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ პოპულარობას მოიპოვებს ეს სერიალი საბოლოო ჯამში რა.
უბრალოდ ეს არის დასაწყისი და ნელ-ნელა გვამცნობენ მოკლედ სიუჟეტს. თუდია რომ კვირაში ერთი სერია, ორი სერია რო იყოს უფრო მაგრად გაასწორებდა. იმიტომ რომ მალე მინდა რომ სიუჟეტს დავეწიო და ბოლომდე აღვიქვა რა ხდება და როგორ აპირებენ ზოგადად მის განვითარებას რა. უღრმესი მადლობა ვინც მიყურეთ. არხი თუ გამოიწერე და დაალაიქე, ვაფშე ძალიან მაგარი რაღაც გაიკეთებია. და კომენტარე კიდევაც. და ნუ დაგავიწყდება ლინკი აღწერაში იქნება რა თქმა უნდა, გადადი მათ გვერდზე, ღამის მონადირეების გვერდზე, დაულაიქე, გამოიწერე მათი არხი და დაველოდოთ შემდეგ სერიას, იმედია მესამე სერიაში უფრო მეტი რაღაც მოხდება. ძალიან ნელი სერია იყო და პირველი სერიისგან განსხვავებით ეს იმდენად არ მომეწონა სამწუხაროდ. დაახლოებით 10 წუთი იყო რეალურად სიუჟეტი, რაც ძალიან საინტერესო იყო, რა თქმა უნდა. დანარჩენი უბრალოდ ეს რაღაც ნელი დიალოგები იყო. მაგრამ იმედია ყველაფერი გამოსწორდება და უკეთეს იმედით შევხვდებით შემდეგ სერიაში. რა საინტერესო რაღაც მივაგე. ლაზარუსი უცნობია. ძალიან მომეწონა აი ეს, აია რომ დავრჩი. არ გავთი შევიდეო. ანუ ლენა ვიცით, თეკლა, დედა, ანდრიას, ლაზარუსი უცნობია. დაგაიარდა. რა საინტერესოა, აი ეს მომეწონა. ძალიან საინტერესოა ეგ რაღაც ვიღაც ისეთ სახელს ვიმზადებენ და საინტერესოა ვინ იქნება. ოღალატის როლში თონი გებედვარიაშვილი. აი გასაგებია. უშაჟი გამლელი ვაკო არსენიძე. ეს ძალიან საინტერესოა. ნუ ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ თემა არის ის, რომ აი ეს მომეწონა ძალიან. ძალიან მომეწონა, უცნობია, ვინ არის ეს ტიპი, საინტერესოა. თუ იცით ვინ არის, დაწერეთ კომენტარებში, მაგრამ კაი, არ დამასპოილეროთ, დაველოდები. ადრე თუ ვინ გავარკვევთ ამას აუცილებლად. ავედი მოკლედ. ავთავდა.